ფსტუბაზე მუზეუმში ის გავაკეთეთ სცენა აღვადგინეთ და რაღაცა აი ჩვენ აღვადგინეთ რომ თავიდან მე და ნიკუშევი გავიწაჭეთ ყველაფერია რა ეხლა ეს არის მუშაობს ეს ბავშვები მიდიან აქ ამათთან არა ამას ვიღაცამ უნდა დაადო ბავშვები აგერ მისამართები და გაუგზავნონ და იმასთან ასწავლონ გერმანიის სოკოლა ჩამოვიდა ხეთაში დასახლდნენ იქით გახედვაც არ უნდათ იძახიან რომ აქ არის სულიერება და აქ არის ქვეყნის ბოლო და აქ არის ისე შეუყვარდათ ხეთაში დასახლდნენ და აღარც მიდიან ასე და ძალიან დიდი როლი მიუძღვის ზუმბას აი ამ ყველაფერში ძალიან ბევრი აღდგენთან ერთად დელი საქართველოს მასშტაბით შემოვლილია და ოჯახ და რაღაცა ამ ყველაფერში მართლა არ შეიძლება რომ დაუკარგოთ ასე როგორც დარგი ლამაზი არის ისეთი რაღაცები რაც მართლა გადაშენების პირას არის აი საჯარო არაფერი არ გამოიწვა. ხო შეიძლება რომ რაღაცას ვაკეთებ, ეს გამჭირველი გახადო. უნდა იყოს. წარმოიდგინე ენგურგეს სისტემიდან დაწყებული არაფერს საჯაროს არ აკეთებენ და იმიტომ რომ აეჩვიანებენ ამ ხალხს და იმიტომ ეს ყველაფერი აეჩვიანებენ. კარგი რომ ხდებოდა. პირველი გამოვარდებოდა და ამას ვაკეთებ და ამას ვაკეთებ დაიწყებდა რა. მიუხედავად უმეტეს ეს არა მიზნსაფის იმაზე მე მაგას არ ვამბობ ეს კაცი აი ეს კაცი გვემუქრება რატომაც არა იცი რა ხანდახან გონია რომ ძალით აი რაღაცა ხმალა მოღებული ბრძოლამედის ხალხთან აი რა უნდა იყო ერელთა კავშირში ან რაში უნდა მოიხმარო ის ფული აი რაში უნდა მოიხმარო ხო აი ან როგორ შეგერგება ის ფული ჯერ მარტო აი სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ამ ხელა ღვაწლმოსილი ხალხი გალაქტიონის იმის ყველა ჩიქოვანის გოგლა ლეონიძის კონსტანტინე გამსახურდეს პაოლო იაშვილი თავი მან მოიქცა სიცხლია პაოლოს დაღვრილი პირდაპირ იგივე რაც კომპოზიტორთა სახლზე მოხდა ხო ან აი არის მუზეუმად დავტოვებდი მუზეუმად დარჩეს რა იმ ხელა რაღაცა არის გალაქტიონი შედიოდა მარტო შიგნით აი იგივე ხა ხტები სხვა იმაზე მაგრამ აი თქვათ აი არაფრით აი მაგას რაც მოხდა გიორგი ზერეკიძის ბავშვი ბავშვი რომელიც აი მაგ ასაკში ჩვენ გვეფოფინებოდნენ თავზე იმიტომ რომ ეს არის რთული ასაკი, ხო აი რაღაც პერიოდი აქვს ყველა ადამიანს, ეს არის გარდატეხის პერიოდი. აი პატარა ის ვერ აი ნაკაწრიც არ ქონდა. და ყველას აქვს მაგასაკში ყოყლოჩინობის. ბიჭებს კი არა თამგო გოგოები რო ვიყავით ჩვენ მაგხელებს ქონდა გახსოვდა აი მაგასაკი ბავში ხუთხეში უნდა დააყენო რა ციხე ის ციხე. ჯერ ხალხი თხოვს ამდენი ხობს რომ ბავშვი აი შენი ბავშვია ხო ის ხო ჩვენები არიან სულ ყველანი ნუ არა შევდიოდი და შემხვდა ლიკა დედამისი აი ხა წარმოიდგინეთ დედა ბავშვის რომელიც ჯერ ხვდები რომ აი ეხლა გავიგეო რომ აი სანდროს კვლელებს უშვებენო და უკვე აღარ ვიცი რა ვქნაო აღარ და აი მეთქი ხა დროზე მოვიდეს ლიფტი რომ ვერ მივხვდი და რაღაცები აი მე მომერიდა რომ მე ხა ცრემლების ამომწეს არა აბსოლუტურად ისეთი წარმოგიდგენია რომ ამას უშვებენ და 14 წლის ბავშვი თვითონაც ხდება ბავშვობა და ჩვენ ხო ვიცი თვითონ მაგათი ბავშვობა მე არ ვიცი მაგათი არა ზოგი ერთები ვისაც იცი ვისაც დანაზდებია და დანაზე უარესების დებია რა აი უბათი გადმოსახედიდან ისინი ამ სამართლობას რო უხურებენ როგორ შეიძლება რომ გაჩერდეს ადამიანი რა უშელი ოჯახები ამოწყვიტეს ხო ის
ინის დედა ირინასთვის იყო ქალბატონი მესოჯი შვება იყო სიკვდილი ხო და ის მართლა თავის შვილთან წავიდა და ეხლა მართლა კარგად საზოგადოებას დააკლდა იმისთვის ირინა აი რა უნდა მოხდეს რომ მე ჩემ თავს ვაპატიო რომ აი მაშინ ქუჩაში არ ვიდექი მთელი დღეები იმ ირინას გვერდ იმიტომ რომ სიტყვით აი ხმა რაც შემეძლო მე გავაკეთე მაგრამ არ შემეძლო ქუჩაში გასვლა მაგრამ ქუჩაშიც უნდა გავსულიყავ და ხო ქუჩაში მორისი ყრიდა ხოლმე სვამბობდა 4 პაუზზე პატარები ორივე სადაც შენ ყოველთვის უნდა იყო უნდა გამოთქვაო შენ აი პროტესტიო უსამართლობის და საქართველოს თავისუფლების რაც არ უნდა ხდებოდეს უნდა ჩვენ ვიდექით ორნი რა გინდა იმოთა რატოდ გეხა იყო ეგეთი მომენტებიც იმიტომ რომ რაღაცა იყო იქაც ბევრი განსხვავებული და იყო ესეთი რაღაცა 93 და მორიცი რო გარდაიცვალა იყო ვაივლის გარდაიცვალა და პირველი აი რაც თქვი სექტე 27 სექტე აი პირველი თქვი რომ კიდე კარგი მოკვდა მეთქე იმიტომ რომ აი პირველი თქვი რომ აი კიდე კარგი აღარ არის არა ივლის სამაჩაბლოც ჩვენია ისიც ჩვენია რა თუნდა და ჩვენი აი გულია და აი სხეულის ნაწილი აი ხორცის ის არის მაგრამ როდესაც აი წელს ამბობენ მე ჩვენ არ მეპარება რომ კარგად იომეს ქართველმა მეომრე ქართველმა ჯარისკაცებმა მაგაში აი რა უნდა მოხდეს რომ მე როდესმე ეჭვი მეპაროს რომ ღირსეულად ვაშკაცურად იომეს მაგრამ თავარსარდალი გამოიქცა თავარსარდალს გავანებოთ თავი აი რამდენჯერ აი მე ხომ მიყვარს იქაური ცხოვრების წესი და ასე შემდგომ გასაგებია ყველაფერი მაგრამ აი რაღაცა აქვს აი საქართველოს ისეთი რომ აი ვერ წყდები აი რაღაცა საოცრება აი ეს ურთიერთობა ქართველებზე ამბობ ურთიერთობას ვერ წყდები დედობასთან გადახო მოუყვები გუშინსა არაჩერა ფსიქოთერაპევტი იმიტომ რომ მე არსებობ ერთმანეთს მოყვებით და ერთ უსმენს მეორე და ის მოსაყოლოდ ფრანგული სექსიო რა და უშტო ორი ხალი და ერთი კაციო რა როგორი არისო იტალიური სექსი პირიქით ორი კაცი და ერთი ხალი ქართული როგორი არის და ერთი ყვება და 10 უსმენს ყველაზე კაი მტრებიო ქართველები არიან იმიტომ რომ მოვლენ აიღებენ ციხესიმაგრეს და აღარ ჩერდებიან მე ხო აიღებენ და წამციხეში არ ჩერდებიან არჩია ვიხსახში ბრუნდება აღარ მახსოვს ეს რომ ვიღაც აი ნაგდია ასამბობ აი თემოდან მე რას ვგიშდები ხოლმე ეს თემოდან აი ხო გასკი ტელეფონიც არის ესეც არის იმიტომ რომ თემოდან რო უყვირი ხოლმე და დედა არა აი მაგას რა ჯობია რომ დაიძახებ დედა მაგარამეს გეთ ლოს-ანჯელესში ვარ ჩასული მე და ჩემი ოჯახი 5-6 ქრისტიანები გამოსგეონები და დათოსთან ბახტაძესთან ხო მესამე სართულზე ცხოვრობს, ეგეთი რამე, ამას კაი მეთქის ფული მივეცი და გადმოვედი ხა რა, მე ხო ძღე. შეძახე. აბარა! ნოწრობები გაჩენდა რა შემოეს კაცი აი. კაცერობი. სანამი მე აი და გამოიხედა, ზენ წარმოიდგინე რა ვიყვირე რა. აი სუფთა ისეთ ჩავატარე რა, თბილისური რა. მოსაგონებლად მაინც გვექნება ეგეთები. არა, მაინც შეძახებ. თან ის უნდა შეძახო. არა, გივი, ამოდი დედიკო, ამოდი ეგ არის. არა, იცინო. ჩამოდი გოგო არ ჩამოვარდე. უგეცინია, შეიძლება დასიარგე. მართლა რა კარგი ჩვენი ხო, ამ სიმაღლიდან არასდროს წავიდა. ხო იცი მე ციხეში ნამყოფი ვარ ერთხელ მაინტერესებთ ჩემ პროფესიისადან ვიყავი იმაშიც ვიყავი ორთაჭალის ციხეში ვიყავი რუსთავშიც ვიყავი და ორთაჭალაში რო შევედი
მე არ დავისახელებ ვინ შემიყვანა მადლობა მაშინაც გადავხარე და ეხაც იმიტომ რომ მაინტერესებდა რა ხდება. რომ გამოვედი 2 კვირა მოძრაობის წესს არ ვარღვევდი.